გადაცემის წარმომადგენელია PSP. რა ბაზარია? რუსკა მაყაშვილთან ერთად. ყოველ სამშაბათს 20 საათზე. პოდკასტის ლინკი აღწერაში. დიდი მადლობა ბეც, მოგესალმებით ვანო შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემას ტრადიციულად ვიწყებს სოლიდარობით, სოლიდარობას უცხადებ უკანონოდ დაკავებულ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს, ასევე სოლიდარობა მასთან რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ პატიმრებს. ნუ ამ პატიმრებს შორის ყველა ვიცით, რომ არის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, და სწორედ ანდროს და მის თანამოაზრეების მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო კულტურის სამინისტრომ რეჟისორის პოზიციიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, ძვირფასო მეგობრებო. ნუ ადამიანმა, რომელმაც თავის ხელებით შექმნა და ფეხზე დააყენა თავის დროზე მუსკომედიის თეატრი და ახლა უკვე ახალი თეატრი, ეგ ადამიანი გაუშვეს თეატრიდან. მთელი თეატრალური საზოგადოება დგას ფეხზე და როდესაც მთელი თეატრალური საზოგადოება დგას ფეხზე, მაგ დროს მთავრობა უნდა ელოდოს ხელისუფლებიდან გაყრას. დოიაშვილის გაყრა, ესეთი არაჩვეულებრივი პოპულარული სპექტაკლია სხვათა შორის. დოის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კულტურის ბევრმა მუშაკმა გამოთქვა საკუთარი აზრი, მათ შორის იყო ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი. ნახოთ რა თქვა მან. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს? ასეთ რეპრესიებს არ ველოდებოდი. მე მაგალითად არ დაგიმალავთ ქალბატონო მანანა და ველოდებოდი. ეგ თქვენ ახლად განკოცებულ საზოგადოებას გიკვირთ ამათი უმსგავსობა, თორე ჩვენ უკვე ერთგვარ აზარტში ვართ შესული. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება დასასრული, რეპრესიები გაგრძელდება, იმიტომ რომ ოცნების გეგმა, იცით რა არის? ოცნების გეგმა არის ეს არის ოცნების გეგმა. მაგიდას რომ ხელს გადაუსვამ ესე და მოასუფთავებ, ეს არის ოცნების გეგმა. ესე უნდათ რომ ველის მოსუფთავება მთლიანად და მერე იქნებიან ტკბილად და ბედნიერად. ჩვენ ვეგდებით სადმე მაგიდის ქვემოთ. მაგრამ არა უშავს თუ არ მოგვეწონა მაგიდის ქვემოდანაც ამოფოფხდებით და ისე გადავირჩევთ. ეს ფრაზა მიყვარს. რამდენიმე დღის წინ თია წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე მივიდა დაბარებული გიორგი გახარია. მიუხედავად იმისა, რომ დაანონსებული ჰქონდათ, რომ არ მივიდოდა და ოპოზიციასაც უთხრა, რომ არ მივალო, მაინც მივიდა. კომისიაზე გახარია და წულუკიანი ერთმანეთს უმტკიცებდნენ, ვინ უფრო ქოცი იყო. გახარია თუ ქოცები, რადგანაც ქოცობა, მე თუ ვკითხავ ადამიანის მენტალური მდგომარეობა, ამ შეჯიბრში გაიმარჯვა ორივე მხარემ. გახარიას მცირე უპირატესობით, მაგრამ გაიმარჯვა ორივე მხარემ. ორივე მხარეს ჩაეთვალა გამარჯვება. ერთი სიტყვით გაიმარჯვა მეგობრობამ, ძვირფასო მეგობრებო. ძალიან საინტერესო რამ მოხდა საგამოძიებო კომისიაზე. გახარიას იქ ყოფნისას ვნახოთ, როგორ მიმართა თია წულუკიანმა კომისიის წევრს ალუ და ღუდუშაურს. ვნახოთ. ჩართეთ რა ქალბატონო ალუდა და წაგვიკითხეთ. ქალბატონო ალუდაო, პრინციპში მაგ კომისიაში წულუკიანი ისეთი ვაშკაცური მამაცი და შეუვალია, რომ მაგის ფონზე კომისიის დანარჩენი წევრები ყველა ქალბატონია ჩემი აზრით. ამ განცხადების მერე კასპის მერი ქმნის ცალკე საგამოძიებო კომისიას, რომ დაადგინონ ქალბატონი ალუდას იდენტობა. თუ არ გამოცხადდება ალუდა, საქმე გადაეცემა პროკურატურას. და საერთოდ მე მინდა შევახსენო კომისიის თავმჯდომარეს ქალბატონ თეას. დედა და ალუდა, რო იცოდეთ. ძალიან მძიმე და არასასიამოვნო თემას მინდა შევეხო წარმოუდგენელი რამ თქვა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა. ნახოთ როგორ მოიხსენია საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე. უაზროდ გაწირული ვიღაცის პიარისთვის.
ძირფასო ტელემაყურებლებო, სრული სერიოზულობით მინდა გითხრათ, აი არ ვიცი ამის მერე კიდევ რა უნდა თქვა. მეტი კიდევ რანაირად უნდა ჩაგვაფურთხონ სულში ქართველებს. მეტი კიდევ როგორ უნდა დაამცირონ ჩვენი გმირები. რა ვიცი, რა გვაჭამა ამისთანა ბიძინა ივანიშვილმა ქართველებს დიდი კოვზებით, რომ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას. ყველანაირი პროტესტის და აღშფოთების გარეშე. ისე, აი, მართლა ისე როგორ გაგვიხრიტა ბიძინა მყურები, რომ ერთ ყურში შეშვებული ისე მალე გადის მეორე ყურიდან, რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებთ ინფორმაციის. ერთი სიტყვით რუსეთისგან დასმულმა ბიძინა ივანიშვილმა მთელი ერი დაგვაბეჭავა, ოღონდ დაგვაბეჭავა სწორი მიმართულებით, როგორც მათ იციან ხოლმე. არც გასაკვირი წულუკიანის ეს განცხადება, ხოცები ხომ გმირობის აზრს ვერ ხვდებიან რა არის. რა აზრი აქვს საქართველოსთვის თავის გაწირვა, თავისთვის საქართველოს გაწირვა უფრო მეტ სტოვებს. ალბათ ანწუხელიძეს ჩვენი დროშისთვის ფეხი უნდა დაებიჯებინა და ამათ თვალში მაშინ იქნებოდა გმირი. ესენი ხომ რუსეთის გადმოსახედიდან უყურებენ გმირებს და იმათი გადმოსახედიდან ჩვენი დროშის შეურაცხყოფა ჩაითვლებოდა გმირობად. რა ვიცი, აი ალბათ მე ესე უყურებ. კიდევ რამდენი გმირი შეეწირა პიარს? ჩვენი გმირი მეფე დემეტრე თავდადებული პიარის გამო ეწამა. რაღაც ერთი გოჯი სამშობლოს გულისთვის. რა დიდი ქვეყანა ჩვენ იყავით ახლა მაშინ, რომ თავი გაწირა. ყველაფერი არის პიარი, ყველაფერი არის პიარი. და დიდგორი თქვენ რომ დიდი გამარჯვება გონიათ, ეს იყო მარკეტინგული აქტივობების ფარგლებში მოწყობილი ფლეშმობი. არ იყო ეგრე, ფლეშმობი იყო, აბა რა იყო? თქვენ გონიათ რომ მხოლოდ თეა წულუკიანი ფიქრობს საქართველოს გმირებზე ასე. მოდით ნახოთ ირაკლი კობახიძის განცხადება. ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან არა საკუთარი თავის გაწირვით ომში, არამედ იმით, რომ ზრუნავენ ამ ქვეყნის განვითარებისთვის. კობახიძის მიდგომით ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები აღარ ყავთო. რო თქვა, ეგ კაცი იყო ნამდვილი გმირი, თორე ცოტნე დადიანი იყო პოპულისტი, პიარზე ორიენტირებული რადიკალი. თეა წულუკიანის ირაკლი კობახიძის განცხადების და ზოგადად პრორუსული განცხადებების გამო გახარებულმა მარგარიტა სიმონიანმა კრემლიდან განცხადება გააკეთა. მოდით ნახოთ რა თქვა. ჩვენ კიდევ ვნახავთ ახალ ერეკლე მეფეებს ისევ მუხლებზე დაჩოქილს და დედარუსეთს თხოვენ რომ სახში დააბრუნონ. სიმონიანის ამ განცხადების შემდეგ ქვეყნის მტერი რომ ისევ ლევან ბერძენიშვილია, იმიტომაც ვართ ბედნიერი ერი. ოღონდ ილია ჭავჭავაძის ბედნიერი ერი, მტრის არ მცნობი ბედნიერი ერი, მოყრის მგმობი. მე ახლა ხალხს ვეძებ, ერეკლე პაპას რო იცავდნენ ლევან ბერძენიშვილისგან თელავში და გულზე მუშტებს რო იბრახუნენ. აი ეგ ხალხი სადახართ. სადახართ ეგ ხალხი, რატომ აღარ იცავთ ერეკლე პაპას? ჩვენს დიდ მეფეებზე იძახის მუხლებზე დაჩოქილიო, ეხლა რუსეთზე ახლაო, წარმოიდგინეთ. რამე საპროტესტო მარში მაინც გამართეთ ერეკლე პაპას დასაცავად, მაგრამ ივანიშვილის გადამკიდე თქვენ თვითონ ხართ დაჩოქილები და რანაირად გამართავთ მარშს? ფიზიკურად გაგიჭირდებათ გადაადგილება და ჩოქილება როგორ უნდა იგებო? გახსოვთ ალბათ წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ ერთ-ერთ დაპირებად ნაციონალური მოძრაობის გაუქმება რომ დააანონსა. ხო გახსოვთ, ხო და ეგ გაუქმება გადაიდო, ძვირფასო მეგობრებო, გადადეს მოძრაობის გაუქმება გადადეს, თან ჯერ ოცნება ვერ გვეუბნება გაუქმების თარიღმა სადამდე გადაიწია. ჩვენც მოვკვდით ინტერესით, კაცო, გაგვაგებინეთ, როდიდან როდემდეა ოპოზიციის გაუქმების საათები. გამაგებინეთ. მე რას ვფიქრობ, იცით? ეთყობა გაუქმების კოდი არა აქვთ, თორე როგორ ვერ გააუქმებდნენ? მაგრამ ნაციონალური მოძრაობა რომ არ ელოდება, აი სწორედ მასში გამოვა რომელიმე კოცი და დაიძახეს. ნაციონალების გაუქმების კოდი მიკარნახე რა. ეს ხუმრობა არის გათვლილი მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მარკეტში მუშაობენ და ერთი სიტყვით ჩვენ ყველა კატეგორიის ადამიანზე გვაქვს გათვლილი ხუმრობა. მოდით ნახოთ ნაციონალების გაუქმების გადადებასთან დაკავშირებით რა განცხადება გააკეთა ირაკლის ზარქუამ. ნუ გეჩინიათ. ყველაფერი კარგად იქნება. რეჟიმი გასამართლდება, ამას აქვს თავისი ვადა, თავისი პერიოდი. ნუ გეჩინიათო, გაიგეთ როგორ თქვა, ნუ გეჩინიათ. მაგარი კომიკი არა. ეს კაცი არის მართლა მაგარი კომიკი რა. აი ხლა გეუნები, ეს რო იუმორისტულ შოუში მოიწვიო, დაწყვიტავს ხალხს სიცილით. უბრალოდ არავინ არ იწვევს. პირველი იმიტომ რომ არავის არ უნდა სტუმრათ და მეორე ის რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას უფრთხილდებით.
ვისაც გულსიზღძართა დაავადება აქვს, ხო სიცილისგან გამოწვეული მიკროინფარქტის რისკი შეიძლება იყოს მაღალი და გვეჩინია, ძალიან გვეჩინია. გავრცელდა ხმა რომ იმის მერე რაც გომელაურს სანქციების შემდეგ მისი საკრედიტო ბარათი კვახად გადაექცა, გავრცელდა ხმები რომ თანამდებობიდან შეიძლება წავიდესო. ადრე თუ იყო უდარდელი მინისტრი, ახლა აშკარად დარდიანობს, ვახო. დარდიანობს კაცი. ანუ როგორც წინა გადაცემაში ვამბობდი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოჩიც ირაკრაკებს გომელაურის წყარო. თან თავისი ხელით აშენებული. მე ადრე ვამბობდი რომ თავის ხელით ააშენებს. ისე როგორ კაცო ხარ, მეც გამიკვირდა გომელაურს ხსნით? გომელაურს ხსნით თანამდებობიდან რისი გულიზა? ბაჩიაშვილი გაგეპარათ, გავიგე, მაგრამ ამის გულობიზა, ეს უბრალოდ თვითონ გომელაური როგორც ფიქრობთ, ისე გავაჟღერე რა, ამის გულობიზა ხსნისო თუ რაღაც. ამდენი ნეგატივის მერე მინდა სასიხარულო ამბავზე გადავიდე. მოდით ნახოთ განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა. განათლების სამინისტროს სკოლებში ჩინურის როგორც მეორე ენის სწავლების შეტანას აპირებს. სწორად არის რიგითობა დაცული მეორე ენა ჩინური, ანუ ეს როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ენა, ხოლო პირველი ენა რა თქმა უნდა რუსული, როგორც სახელმწიფო ენა და რაც შეეხება ქართულ ენას, ის არჩევითი იქნება. გინდა, აი სწავლე არჩევითი ბავშვისთვის. არ გინდა, ხა ბავშვს ახლა ვერ დააძალეთ, ხო ხდებით. მორიგე სასიხარულო ამბავი მინდა გაგაცნოთ, ვინც ნერვიულობდით საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაზე, ვინც დარდობდით იმაზე, რომ ჩვენი დიპლომატიური კავშირები უზბეკეთს და მონღოლეთს ვეღარ ცდებოდა, შეგიძლიათ შვებით ამოისუნთქოთ, ძვირფასო მეგობრებო, როგორც იქნა, მაკა ბოჭორიშვილმა შეძლო და ცივილიზებულ სამყაროსთან ჩატეხილი ხიდები აღადგინა. ნახოთ რა სასიხარულო ამბავი დაგვატყდა თავს. ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ბოცვანის საგარეო ურთიერთობის მინისტრს შეხვდა. გილოცავთ მეგობრებო ყველას, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს ამბავს. ისე მომდევნო ჯერზე შეეცადეთ ცოტა უფრო ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოებთან იმეგობროთ, რომ რამეში გამოგვადგეს. ბოცვანა ერთადერთი აი ქალაქობანას თამაშის დროს თუ გამოგვადგება, ისიც ბუასოზე რომ მივალთ. მართლა რა კარგია ბოცვანასთან თუ უვიზო გვექნება, ავიხდეთ აუხდენელ ოცნებას და როგორც იქნა ვნახავთ ბოცვანას ულამაზეს პეიზაჟებს. ყოჩახ ბოჭორიშვილი, ყოჩახ შენნაირი მინისტრი ინატროს დანარჩენმა მსოფლიომ. მართლა მინდა რომ მართლა ინატროს. სხვათა შორის მინდა შეგახსენოთ, რომ ბოცვანა 2013 წლამდე იყო მსოფლიოში მესამე ადგილზე შიცის ეპიდემიის გავრცელების მხრივ. ჩვენ ქვეყანაში კვლავ გრძელდება უწყვეტი პროტესტი, ახალგაზრდები ყოველ დღე იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებენ უკანონო რეჟიმს. მაგრამ მე და ნინოს გვიკვირს და ვერ ხვდებით რას აპროტესტებთ. მოდით ნახოთ რა კითხვა გაუჩნდა ოცნების უდეპუტატეს ნინო წილოსანს. ადამიანები მხოლოდ უწყინარი 5000 ლარი ჯარიმდებიან. ფაქტიურად მისი გადმოსახედიდან რაღაცა უმნიშვნელო კაპიკებით აჯარიმებენ მოსახლეობას. ახლა რა არის 5000 ლარი? ერთი შანელის კაბა მოგივიდეს და ახლა ვიღაცას შანელის კაბის ყიდვის ფული თუ არა აქვს, რა უნდა აქციაზე? ხომ იცის რომ ვერ გადაიხდის და რატო დადის? ნინიკო, იცი უწყინარი 5000 ლარი დაჯარიმება მოქმედებს ადამიანზე, რადგან ამ ქვეყანაში ერთისთვის ხელფასია ჩერჩეტი 1500 ლარი და პენსია დამთრგუნველი 400 ლარი და უწყინარი 5000 ლარი უკვე ხომ ხვდები რა თემაა ნინიკო, ხო? ჩემო ლამაზო ნინიკო, მაგ უწყინარი 5000 ლარისთვის ადამიანებს სჭირდებათ რომ ნახევარი წელი იმუშაონ, რომ ეგ თანხა შეაგროვონ და შენ გჭირდება ნახევარი საათი. და რა თქმა უნდა შენთვის უწყინარი, ამიტომ როცა რაღაცას იტყვი, ფიქრს უფრო მეტი დრო დაუთმე, ვიდრე ლაპარაკს. ჯობია ბევრი იფიქროთ და ცოტა ილაპარაკოთ, ვიდრე ბევრი ილაპარაკოთ და ცოტა იფიქროთ. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ხო ხვდები, ნინ? ყველაფერს აქვს აბსოლუტურად ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს იყო ჩემი უწყინარი მონოლოგი და ჩემს უწყინარ შოუს მუსიკალურად აფორმებს უწყინარი ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობთ.
ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი თეა ადეიშვილი. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მისი ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ასევე ჩვენი პარტნიორია კომპანია Sandomi. Sandomis პასკები მრავალფეროვანი არჩევანი ტრადიციული გემო. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია. გადაცემის პარტნიორია ეკოვუდი. ეკოვუდში დაგხვდებათ 30-ზე მეტი ხის სახეობის და 500-ზე მეტი დასახელების ხის სარემონტო პროდუქცია. ეკოვუდი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. გადაცემის პარტნიორია მეღვინე პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-ი, ავტომობილსახის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ სიახლის შესახებ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გავაკეთეთ ახალი სატელევიზიო გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. ჩვენი არხის ნახვა შეგიძლიათ მაგთიზე, რომლის ნომერია 45. პულტზე ნომერი არის 45 4 გვერდი 90 მე 5 აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ-შოუ ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი და ელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ მიხეილ სააკაშვილის პოეზია აქტუალურ თემატიკაზე. ნახოთ. ხეკორძულაც კი არ მისვავს. ცხეთა ისე ამიკია. რაბათი მიშენებია. ავტობანი დამიკია, დამიჭირეს, გამომკეტეს, პიჯაკები აგეხია. ამისთანა უმადური ქვეყანა არ გამიგია. ამ ქვეყნის ალი კლდეები არაფერზე გამიცვლია. სამშობლო კრიმინალისგან საბოლოოდ დამიცლია. ჯერ უცნობი საქართველო სოფლიოსთვის გამიცვლია. დღეს კი იმას მედავებით პიჯაკი რომ ჩამიცვია. დროშა გერბი, თუნდაც სიმნი, რასაც უნდა მუდამ დაცვა. სოფლიოს მე გავაცანი. ამიტომ სურთ ძელზე გამსვან არსაკიძეს მამსგავსებენ უკანონო პატიმარსა მალე ყველა მიხვდება რომ ცალხელა ჟობს ცალტვინასა უსამართლობა გამეფთა ვაღიარებ დანანებით მაშენებელს ხელს აჭრიან დამანგრევლის დავალებით ევროპასთან მეგობრობდით ჩემი იყო როცა ნება დღეს კი ქვეყნის სამეგობრო ნელა ბოცვანდება ამ ქვეყნისგან კერს ამზადებთ სტუბრად რუსეთს ელოდებით ბევრი მოღალატე ყავს და პატრიოტი გემონებით. ნამდვილ გმირებს აშავებენ, ისტორიას აყალბებენ, 9 ძმასაც კი პიარისთვის განწირულად აცხადებენ. ახლა უკვე ჩინურერას სკოლებშიაც რომ ვაჩვევენ. რატო დუმხართ? ჩინელები ქართულობას არ გვართმევენ? ჩინეთმა თუ მიგვიტაცა, ისევ ხალხს თუ დაგვეტყობა. თორია ბაკობახიძეს ქართულობის რა ეტყობა? ნაცებს აღარ აკრძალავთ. რა მითხარი გელდა მეცა ბიფიგიდან გვამსნობს იმ დღეს მდინარეზე ტრუსკავეცა მალე ვინც აიკრძალება ეგ დღესავით ნათელია ყაველაში ზომი დანიშნავს ის პარტია ჩამრთელია მოისყიდა თელიერი ფული დააკმაყოფილა რაც მოვიდა იმის მერე ხალხი ორად გაყოფილა მისი მოხუცი ხელები ჩვენ ჯიბეში ჩაყოფილა ეკლესია ააგო და შიგნით ერთხელ არ ყოფილა არ მინდოდა საქართველო ქართველისგან დაცლილიყო ნეტა იზრო დააბრუნა, როცა ბიძოც ნაცი იყო. შევარდნაძეს ჩაიმისვავს, პარლამენტი ამიღია და საქართველოს კარები მომავლისთვის გამიღია. მირბენია, მიწვალია, მიშრომია, დამიგია, დამიჭირეს, მე ამ ქვეყნის ვერაფერი გამიგია. ვაგრძელებთ გადაცემას, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მისი ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია Sandomi. Sandomis პასკები მრავალფეროვანი არჩევანი ტრადიციული გემო. Sandomi ყველაზე ტკბილი ზღაპარი. ასევე გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენოთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია. გადაცემის პარტნიორია ეკოვუდი. ეკოვუდში დაგხვდებათ 30-ზე მეტი ხის სახეობის და 500-ზე მეტი დასახელების ხის სარემონტო პროდუქცია. ეკოვუდი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა
გარემო. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენმა შემოქმედებით და ჯგუფმა გავაკეთეთ ახალი სატელევიზიო არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. მისი მოძებნა მარტივად შეიძლება მაგთიზე, რომლის ნომერია 45. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური ნომერი ბიძინა და ოცნების მამალი ქალები. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში. ინსაუნდი სტუდია, რომელსაც ვენდობი. ნახოთ. იბერია გაფწინდება, სხვა ბიძინა არ გჭირდება. დიქტატურა დამყარდება, არა უშავს გაბრალდება. წავიდა მარტივად, მაგრამ შუა გზაში მიგვატოვე. ვითომ გონიერი, ბედნიერი ერი, დაყავი და მერე იბატონე. როგორც გინდა, მოგვეკეცი, ვიქნებით თანახმა. შენთან ყოფნის სიხარულით ვიკანკალებს ხმა. ევროპამ დამამწუხარა, სანქციები და მუქარა. რუსეთი მიდგას უკანა, ამიტომ ასთან საწყალი ოპოზიცია, მოსყიდვით გამომიცდია, იმედი გამომიცლია, რა გეშველებათ. საქართველოს უჭკნობი ყვავილი ხარ, ასაკი და გაჭირვება არ გეტყობა. გადაწერე ისტორია, შენამდე არც გვიცხოვრია. თუ მამამ ქვია, ეგ ღამაკლია, ჩემს ქვეყანაში სხვა შენდეს. და ოპოზიციას გვძალავთ, რომ ნაცი დინოზავრივით გადაშენდეს. ჩვენგან რამე თუ გჭირდება, სულ არ გინდა რამის თქმა. შენ სურვილს წარბებით ხდები, მამიკომა. ქართველო რომ ხარ არიფი, მაგიტომ დარჩი ღარიბი. დღეს ასეთია ტარიფი, გული აქვს ვინცმე, გამოჩნდება ვინ არის, საუკეთესო წინარი, მაინც ეგარი ფინალი, ყველას მოგვიწევს. ეს გადავაფარეს უდარა, გაგივათ ხვეც და მუდარა, რუსეთის ეზო ვართ უკანა, აბაობი გინდათ. ქვეყანა გავხადეთ უკანი, ჩინოვნიკები მყავს უკანი, იცოდეთ რომ მე ვარ სულთანი, რიგში ჩადექით და გამოჩნდება ვინ არის, საუკეთესო წინარი, მაინც ეგარი ფინალი, ყველას მოგვიწევს. ევროპამ დაგვამწუხარა, სანქციები და მუქარა, რუსეთი გვიდგას უკანა, ამიტომ ასთან. ფასო მეგობრებო, მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი თეა ადეიშვილი. თეა, როგორ ახარ? ძალიან მომენატრე მინდა გითხრა. კამერების სტუდია. იქნება, ყველაფერი იქნება. ბუნდოვნად მახსოვს. თეა, როგორ ახარ? რა ვიცი, ისეთი კითხვა არის, აღარ სვამენ მაგ კითხვას თანამედროვე საქართველოში. ხო, ანუ გასაგებია რომ არავინ კარგად, მაგრამ ძალიან რიტორიკული კითხვა, ხო იცი როგორც ავარ. რატომ მეკითხები ანუ? მინდა რომ კარგად იყო და ეს მოვისმინო შენგან, რომ კარგად ვარ. ძალიან კარგად ვარ, აი ძალიან კარგად ვარ, ასე დავდივარ. აი ესე. ხო, აი ზუსტად მაგ თემაზე მინდა მე ვიცი რომ რადგანაც ახლა მთავარი არხი დროებით რაღაცა პაუზა აქვს და მინდა შენს ახალ თემაზე ვისაუბრო, სანამ ეთერში ვერ ჩავხარ, შენ და ნათია გოგსაძემ დაიწყეთ ძალიან კარგი პროექტი, რომელიც არის YouTube-ზე, ანუ გადაწყვეტეთ YouTuberები გახდეთ, ხო? იმიტომ რომ ესე გადაწყვეტა Deep State-მა.
Deep State-ის ბრალია ყველაფერი ესე იგი. ჩვენ მაინც ტრადიციული მედიის ჟურნალისტები ვართ, გვყავს პროდიუსერები, რომლებსაც ვთხოვთ. ჩვეულები ხართ. ჭირდება მანქანა, ჭირდება ოპერატორი, სამონტაჟო, სტუდია, განათება და ყველაფერი გვაქვს. ჩვენი მოვალეობაა გადაღება, დაგეგმვა, დაწერა, გაშიფრვა, მონტაჟი და ახლა აი ამ ფუნქციას რაც უკვე ჩამოვთვალე, რაც ვიცოდით, ემატება ისეთი ტექნიკური ამბები, რომელიც ჩვენთვის იყო ძართული, მათ შორის ფულის და სპონსორის მოძიებაც, იმიტომ რომ თუ გვინდა ვიარსებოთ, სპონსორის გარეშე ჯერჯერობით შეუძლებელია. თან ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით 3 კვირა, მესამე გადაცემა გავიდა გუშინ on time-ზე, ასე ქვია, ჩვენს YouTube-ს. დაგვალაიქეთ YouTube-ზე როგორ უნდა მოგძებნოთ, რა უნდა ჩავწეროთ search-ში. უნდა ჩაწეროთ on time, მაგრამ on time-ზე ლათინურად უნდა ჩაწეროთ on time, დროულად ასე ქვია. YouTube-ზე უნდა ჩაწეროთ on time, თუ არ ამოაგდო, მაშინ თეადეიშვილი ნათია გოგსაძე და ეგრევე ქართულ on time-ს ამოაგდებს. გამოიწეროთ გვერდი და ასე შემდეგ და რაღაცა. თქვენთვის ერთი ხელის დაჭერაა. და ჩვენთვის არსებობის შესაძლებლობა. ჩემთვის ტელევიზია კადრებით მეტყველება, ვიზუალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და აქ პირიქით გვირჩევენ, რომ რაც უფრო მეტ სილაპარაკებ და რაც უფრო მოშვებული იქნები და მითენთილი, მით უფრო მეტი მაყურებელი მოვითენთილი იქნება. ანუ რაც უფრო სავარჯესი ჩამჯდარი იქნები, უფრო YouTube კონტენტია, ხო? კი, პირველი პრომო ჩავწერეთ, მაკიაჟი გავიკეთეთ, დავივარცხნით, პიჯაკები ჩავიცვით, ესე მივედით და გვითხრა ჩვენმა ოპერატორმა, რომელსაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს ამთო, თქვენო YouTube-ის თუ აპირებთ და ცოტა უფრო უნდა მოეშვათ. მეორე დღეს, მეორე გადაცემაში მაკიაჟი საერთოდ არ გავიკეთე და ესეთი კადრი იყო ჩვენი, მაგრამ ახლა მესამე გადაცემაში რომ მივედი, არც პიჯაკი ჩავიცვი, რაღაც პერანგი ჩავიცვი, რომელიც დამეკუჭა საჭესთან რო ვიჯექი ხო უნდა გადაიკრა ეს კამარი და დამეკუჭა და ვაიმე რა YouTuber-ი ვიდგაცო, მე კიდე ძალიან ნერვიულობდი და აკეჭი. რა ვიცი, სხვა სამყაროა. სადამდე მივალარე. სხვა სამყაროა, ხო, ხდები დელი. აბსოლუტურად. ხო. იცი რა უნდა გითხო ახლა შენი გადმოსახედიდან. აი ახლა ეს საგამოძიებო კომისიები რო არის, კომისია რაღაცა შექმნილი, რაღაცა გაუგებარი. რისთვის არის მოგონილი შენი აზრით? ახალი ადამიანი მიდის, ახლა გახარია მივიდა, მთელი დღე ილაპარაკა ამ ხალხმა, გახარია მესლა. ეს ის როგორ გახარია, იმიტომ მივიდა, რომ ანწუხელიძის დიდი სირცხვილი, რაც ჩაიდინეს და რაც აკადრეს საქართველოს ეროვნულ გმირს ეს გადაეფარა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მე გახარიაზე დაეწყოთ ლაპარაკი. ახლა გახარიაზე სკანდალი აიწია, მე დოიზე უნდა დაიწყონ ლაპარაკი. მე დოიზე, მე კიდევ ვიღაცას დაიჭერენ და ასე ვართ სკანდალიდან სკანდალში, ხმაურიდან ხმაურში, შოკიდან შოკში მიდის ჩვენი ცხოვრება და კიდე როგორ ვარ ცოცხლები არ ვიცი. კი, გეთახმები. მე ხო, რადგანაც ეს დოის თემა ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, იმიტომ ანუ ეს არის ხელისუფლება, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, ვინც სამშობლოსთვის თავს გაწირავს. ჩვენ გვჭირდება ადამიანები, ვინც ბიზნესთვის გაწირავს თავს. ხო, კობახიძე ბოლო განცხადება ეგ იყო. მათი სახელმწიფო ეგ არის. სახელმწიფოს ემსახურები, ეგ არის გმირობა, ანუ სახელმწიფო მისთვის ხო ბიზნესთვის სამსახურია და შესაბამისად ეგ არის მისთვის გმირობა. კობახიძე სხვათა შორის სტრესი არ უხდება. აქვს ეს კობახიძის ჯგუფი. იცი რა, ყველა ესე იცნობს, რომ უემოციოა, რობოტია. მე მყავს ისეთ მდგომარეობაში ნანახი, საერთოდ არ მეგონა თუ გადარჩებოდა. რომელი პერიოდია? 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ რუსთავიერზე იყო წინა საარჩევნო დებატები, მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიცია მოდიოდა. ეგ ის არ არის კალაძე რო დაგადგა ესე და რას გავხარ ქალო თუ რაღაცა ეგეთი. რას გავხარ წადის არკეში ჩაიხედა 4 ჯერ მითხრა ეგის გადაცემაა კი და ვერაფერი რო ვერ მოვიფიქრე და გავლურჯდი. მე უთხრა რომ ბოდიში რო შენი ძოლივით ლამაზი არ არის. სხვათა შორის რომ დამთავრდა გადაცემა, მე მოვიდა და მითხრა თეა ხო იცი როგორ მიყვარხარ მე შენ. მართლა? და გადავირია კინაღამ რომ კაცი რა დონის უსინდისო უნდა იყო. პირდაპირ ეთერში გლანძღოს 4 ჯერ დაგიძახოს რას გავხარ წადის არკეში ჩაიხედე მხოლოდ იმისთვის რომ შენ დასვიკითხვა რატომ ააფეთქა თქვენმა ხელისუფლებამ საყდრისი რატომ არ გამოიყვანეთ ღამის ხედვის ვერტმფრენები რომელიც ანგარში იდგა ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში და ხო შეიძლებოდა 13 ივნისს გადაერჩინა მინიმუმ ივლიტა მაინც რომელიც 40 წუთის განმავლობაში ორსული ქალი ითხოვდა გადარჩენას ხო
და ამაზე რომ ვერაფერი გვიპასუხეს, ამაზე რომ გაიჭედნენ, მომიტრიალდა და დებოში შექმნეს იქვე დარბაზში, რას გავხარ წადი სარკეში ჩაიხედაო და აი ამ ჩემს მხარეს იჯდა ირაკლი კობახიძე. და კბილების კრაჭურმა გამახედა მისკენ. თამარ ბაღაშვილმა უთხრა, რომ რატომ გვაგინებთ ბატონო ირაკლია. და გავიხედე, ტიპი იყო დუჟმორეულით, მები კი იცით რა ვარცხნილობაც აქვს სტანდარტულად. და აი უმენის თვალებით ესე გვიყურებდა თითქოს 3-6-იანი ვიჯექით წინ და გვაგინებდა დედას. ესე მართლა პირდაპირ? მიკროფონი არ ეკეთა, იმიტომ რომ დარბაზში ხო მიკროფონებს ჩამოტარებით არის და ამიტომ არ ისმოდა დარბაზში. ხმა თამარ ბაღაშვილმა გაიგონა აი ამ დებოში, როცა მე ვამბობდი რომ ხალხო ვაყანებთ პასუხი გაგვეცით კითხვაზე. ეს გვაგინებდა ხვალიდან. თან კანკალით გაგინებდა თორე. აი იმენა ესე იყო და თამარ ბაღაშვილმა უთხრა რატომ გვაგინებთ ბატონო ირაკლია და მე ცოტა მოფხიზლდა მოვიდა გონს და გაასწორა ფოკუსი. ხათაშორის მაგ დარბაზში იჯდა გახარიაც. ამ დარბაზში იჯდა გახარია კი და რო დასრულდა გადაცემა არასოდეს არ დამავიწყდება ხათაშორის გახარიას მიმართ. ბევრი კითხვა მაქვს, ბევრი პრეტენზია, არც მოვიდა, როცა ეთერში ვიყავით არასდროს ჩემთან სტუმრად, მაგრამ არასოდეს არ დამავიწყდება, როგორც კიდე გადაცემა დასრულდა, ჯერ კიდევ კადრი ეთერში იყო, წამოხტა და ხელი მომკიდა და მითხრა რომ მე გიხდით ბოდიშს იმის გამო რაც აქ მოხდა. ანუ კალაძის გამო გიხდით ბოდიშს. კალაძემ ხო, თქვენ დიდ პატივს გცემთ და მე გიხდით ბოდიშს იმის გამო რაც აქ. ხოთაშორის ვოლსკიც მოვიდა. გითხრა ვოლსკი. და ვოლსკი მითხრა რომ ხო იციო მანო არის გულისხმა შენი გარეგნობა, რა მნიშვნელობა აქვს რა იგულისხმა კალაძემ. მაგრამ ერთი ხო ის გამორჩეულიო დაგვიანებები არის შენი ის ამ ჩემი სავიზიტო ბარათი. რთული ამბავია შეთვის დაგვიანებები. ანუ ესე იგი მუდმივად აგვიანებ. ანუ რესპონდენტებსაც ალბათ აფრთხილებ ხო დაგვიანების წინ. ხო თუ რომ დავაგვიანებ. კახიკავსაძე მე პორტრეტებზე ვმუშაობდი ბევრი წლის განმავლობაში პოსტსკრიპტუმში და კახიკავსაძე გავაფრთხილე რომ როცა თქვენ გეცლებათ და გადაღებას დავნიშნავთ 1 საათით ადრე მითხარით რომ დროზე მოვიდა, იმიტომ რომ თვითონ ძალიან პუნქტუალური იყო ბატონი კახი და მე ვუთხარი რომ ასე დროის და სივრცის შეგრძნება არ გამაჩნია, ასეთი ნაკლი მაქვს თქო და გამაფრთხილეთ 1 საათით ადრე თქო. ეს ის პერიოდია, როცა ბატონი კახი TBC ბანკის რეკლამას აკეთებდა. და ესე იწყებოდა ეს რეკლამა, გამარჯობათ, მე ერთ მშვენიერ დღეს თქვენ შეიძლება დაგირეკოთ და გითხრათ. გამარჯობათ, მე ვარ კახი კავსაძე და თქვენ მოიგეთ მილიონი. უი, მახსოვს ეგ რეკლამა რაღაც გათამაშებას ავით იყო, ხო? კი, ეს პერიოდია. როცა აი ამ ბატონ კახის პორტრეტს ვამზადებდი და 2 კვირა გავატარე ბატონ კახისთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას სცენაზე, კულისებში, საგრიმიოროში, სხვადასხვა გადაღებების დროს და მათ შორის გასტროლები იყო ქუთაისში და დაუვიწყარი პერიოდი იყო ჩემთვის, ხო წარმოგიდგენთ, დავმეგობრდით ამ პერიოდის განმავლობაში და ნუ მართალია დიდათ არ შემეწუხებია ჩემი არაპუნქტუალობით, მაგრამ ნუ ყოველთვის ვაფრთხილებდი რომ ცოტა ადრე მითხარით, როდის უნდა მოვიდე. ჯერ კიდევ ქალაქის ტელეფონი, ეგრეთ წოდებული ქალაქის ტელეფონი აქტუალური იყო ჩვენ სახლებსა და ცხოვრებაში. არ ვიცი როგორ გაიგო, ჩემი სახლის ნომერზე რეკავს ზარი, მიდის ჩემი შვილი ნიტა და ეუბნება. გამარჯობა, თეადეიშვილთან რეკავთ? დიახ, თეადეიშვილთან რეკავთ. მე ვარ კახი კავსაძე და ჩემმა შვილმა თქვა ფეხზე ავდექიო და მივხვდი რომ მილიონი მოვიგე. ეს აგაია. აი, რომ კახი დიდი მადლობა უთხრა. გადაღებამ გადაიწია და 2-ის ნაცვლად პირველ საათზე მოვიდა. კახი გეგმები იმ წამებში რა დააწყო ჩემმა შვილმა ჩამოეშალა. მე მინდა გავიხსენო იმედშიც მუშაობდი. კი, იმედში მუშაობდი მისი გახსნის დღიდან. გახსნის დღიდან შენ იმედში მე დროებაში. სანამ გაიხსნებოდა, მანამდე მივედი პირველი არხიდან ალიონიდან გადავედი იმედში. ალიონე პირდაპირ იმედში. დროებაში და მანამდე ნიუსრუმში არ მინდოდა ნიუსრუმის დატოვება, იმიტომ რომ საინფორმაციო სამსახური ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, რომ ჟურნალისტი, სრულფასოვანი ჟურნალისტი ვერ შედგება თუ საინფორმაციო სკოლა არ აქვს გავიდა. და მე გიორგი თარგამაძემ გადამიყვანა დროებაში და მე უკვე დროებიდან პოსტფაქტუმში, ანუ ბევრი წელია ჩემთვის დასვენების დღეები და ჩემი ვიკენდი მხოლოდ ორშაბათი სამშაბათია. იმიტომ რომ შაბათი კვირა მნიშვნელოვანი დღეებია ანალიტიკური პროგრამები. კვირას გადიოდა სულ ხო? რა შენი პროექტები ყოველთვის კვირას გადიოდა. პოსტფაქტუმიც და დროებაც და პოსტსკრიპტუმიც მუდმივად. 2005 წლიდან ვმუშაობ კვირის ანალიტიკურ გადაცემებში. ესე იგი, რომელი წელში დაიწყე იმედში? 2003-ში. 3-ში დაიწყე. 2003 წლის აპრილი იყო. 2003-ში ახლა ალბათ ავტობუსით დივდიდი, ხო? თუ რითი დადივდი მაშინ? 2003-ში
იცი რა არის, მე ვცხოვრობდი პეროვსკაიაზე, ახვლედიანის ქუჩაზე. და იმედი დიღომში არის. და მაშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ იყო ასე აწყობილი. არ იყო რა, მოკლედ საშინელ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ 2003 წლამდე, მოგეხსენებათ 2004-მდე მოდი ასე. კონკრეტულად რომ დავაზუსტოთ და ტაქსით მიწევდა ხოლმე სამსახურში მისვლა და საკმაოდ ძვირი მიჯდებოდა და 1-3 თვის მერე ჩემმა კმარმა რომ მიხვდა რომ ხელფასის ნახევარი ჩემ ტაქსებში მიდიოდა მითხრა რომ მოდი მანქანა ხო არ ვიყიდოთო. ვიყიდეთ მოკლედ მანქანა. ხო. ჩამოვიდა, ოღონდ ტარება არ ვიცი. და არ დაგავიწყდეს რომ ტარება არ ვიცი, მაგრამ მართვის მოწმობა უკვე მქონდა. 100 დოლარია. იყიდე რა, იყიდებოდა მართვის მოწმობა. პერიოდი. არა, მართლა იყიდებოდა, რამე კანონს კი არ ვარღვევდით, კაცო, იყიდებოდა. მაშინაც კი როცა მართლა არ ვიცოდი, გადასარევად. ხო და მოკლედ ის რა ქვია, ერთხელაც მოვიპარე ეს ჩემი მანქანა საკუთარი სახლიდან. მაგრამ მივხვდი რომ არ ვიცი ტარება რა, დავძარი, მივხვდი რომ ვიღაცას დავეჯახები და მოკლედ სასწრაფოდ მოვძებნეთ ისეთი ადამიანი, ვინც მასწავლიდა, ვინც პროფესიონალია ამ ამბავში. ხო და მოკლედ ის რა ქვია, ავიყვანეთ ბატონი დემური. რომელსაც ყავდა ესეთი ორსაჭიანი მანქანა. კი, ორივე პედალი. და მე მეგონა მე ვატარებდი, მაგრამ სინამდვილეში ის ატარებდა და თან მასწავლიდა. თან ისეთი წესიერი კაცია, ტკბილი, რაჭველი, ესე მომაკითხავს დილით, თან სამსახურშიც არ მაგვიანდება, იმიტომ რომ იმ კაცს ხო ვერ ვალოდინებ. ჩამოვდივარ, ჩემი თავი მომყავს, სინამდვილეში 10 ლარს ვიხდი და მოკლედ გადასარევი ესეთ კომბინაცია გამომივიდა. ჩვენი პროდიუსერი იყო, ახლა ჟურნალისტიკაში არის სხვათა შორის უკვე ბრიტანეთში მოღვაწეობს, თავისი არაჩვეულებრივი გადაცემა აქვს იქ მაცოცო ცხოვრებაშვილი. მაცოცომ თქვა რომ ვემ რა კარგი ის არისო, მეც მინდა მანქანის ყიდვა და მომეციო რა დემურის, კი რა უბრალოდ ნაყიდი აქვს მაცოცოს მანქანა და უნდა რომ მანაც არ იცის. ასე მეც ესე მოვალ ხოლმე გავიყიდე ამ ტაქსებითო და ჩართვაზე მაგვიანდება 8 საათი სრულდება, უნდა პარლამენტში მივიდე და ჩავერთო პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან. უცებ გავშალე ჩემი ტელეფონი, მივეცია ამ ბატონ დემურის ტელეფონი და გავცვალეთ ესე ნომრები, მე და მაცაცომს თავისი მომცა და გადაუგზავნე ამ დემურ მაისურაძის ტელეფონი და წამოვედი ჩართვაზე. ვიმეორებ თემას, რომელზეც უნდა ვილაპარაკო ეთერში. ამასობაში აი ლაგუნავერესთან ვარ დაახლოებით, მირეკავს დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე იყო დემურ გიორხელიძე. ნუ ვიფიქრე რომ ამ გამე ინფორმაცია უნდა მომდის ან პარლამენტში ეკონომიკის თემაზეც ვმუშაობდი მე და დიახ ბატონო დემურ თქო გისმენთ თქო და ხოც რაღაცნაირი ხმა აქვს და გამარჯობა რა უნდა გითხრა იცი შენი სახელით დამირეკა ახლა ერთმა ქალბატონმა ვიფიქრე ახლა ამას ჩემი სახელით ვინმე რატო დაურეკა რა გასწავლე ერთი ისეთი მე შენ მეგობარსაც რო უნდა ვასწავლო თან ჩემს მანქანაში და თან საღამოს საათებში. ძალიან მაგარია და ვიფიქრე როგორ მიბეძ. როგორ ლაპარაკება, გავუშვიდი, ნახავ თან ჩართვაზე მაგვიანდება დამავიწყდა რა თემაზე უნდა ვილაპარაკო. ბატონო თქო, მე ვთხარ. და უცებ აი წამის 1000-ებში არ გქონია ტვინმა რო იცის უცებ ამუშავება და ყოველ ცხოვრებას რო გადაყარს და გამახსენდა 9 საათის წინ მაცაცოს რომ მივეცი მძღოლი დემურის ნომერი და თურმე მივეცი დემურ გიორხელიძის ნომერი. ვაიმე ბატონო დემურ მე ვთხარი, ვაიმე იცით რა და თან ვიცინი, თან მწყვენია, თან არ ვიცი რა უნდა. იციო რაო? ქალი თუ ღირს ამათო. დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის მანქანაზე ვასწავლი ტარებას და გეხვეწები არ უთხრა რა რომ მე დამირეკავ. ანუ იმან მიხვდა რა ყველაფერს. არ უთხრაო რა, იმიტომ ჩვენ დავთქვით უკვე შეხვდეთ პარასკევს 6 საათზე უნდა შევხვდეთ. ნუ არა მაქვს იმის დრო რომ მაცაცოს დაურეკო, იმიტომ რომ ჩართვაზე რომ გაგვიანდება, ფიქრობ მხოლოდ სამსახურზე და ჩვენ პასუხისმგებლობა იმდენად მაღალია, რომ არაფრისთვის არ მცალია და პარლამენტთან რომ მივედი, მირეკავს მაცაცო. თე ჯერ შენ რედაქტორია. თე ჯერ შენ ჩართვა არ არის და რა უნდა გითხრა იციო? შენ ხომ მითხარიო რომ ის კაციო ძალიან წესიერი კაციაო და ძალიან პატიოსანიო და ძალიან ისეთიო დაურეკეო და
ვუთხარიო, რომ იცით რა ესე ბატონო დემურო თეა მომცაო თქვენი ნომერიო და თეას რო ასწავლეთო, მეც მინდაო რომ ასწავლეთო. მე კი მყავს მანქანაო, მაგრამ მოდითო ჯერ თქვენ მანქანაში დავიწყოთო. მე ჩვენთან დავჯდე, გადმოვჯდეთო ჩემთან. როგორც აღამი საათებში მირჩევნია. გინდა რომ იფიქრო. რა გინდა რომ მაგ დროს იფიქრო. და მე მაგითხრა თქო მე ვთხარ და მე ვყავ დემურგერ ხელისგან ხოლმე გაფრთხილებული ვარო არ ვთქვა. ასე მითხრა კი გენაცვალე. გინდა შეგენა. ნებისმიერ დროს მზადა. აი ესე მართალია დარგობრივ ეკონომიკას ჩვენ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მაცაცოს ვუთხარი ვისაც ელაპარაკა და შეხვედრა არ შედგა. იცი რა არის, აი მაგალითად ხო ასე ვისწავლეთ. ბევრი სიუჟეტი გაკეთებული და ბევრი მოგზაურობა მე ვიცი ძალიან გიყვარს და ზოგადად ეს გარე სიუჟეტები შენთვის ერთ-ერთი სტიქია, ძალიან გიყვარს რა. არ ქონია მაგალითად ეგეთ გარე გადაღებების დროს ქვეყნის გარეთ ვამბობ რა, ანუ უხერხული სიტუაციები, იმიტომ რომ ვეკითხები ხოლმე სტუმრებს. ერთხელ რაღაცა გაეროს ძალიან ყოველწლიური საინტერესო ფორუმი იყო ყატარში. ხო. და მე მაგ პერიოდში ვაკეთებდი პორტრეტებს და შეთანხმებული მქონდა ინტერვიუ დიზაინერთან, რომელიც ძალიან მიყვარს და მომწონს, ეს არის ირაკლი ნასიძე. ვემზადები ამ სიუჟეტისთვის, რისერჩს ვაკეთებ, ვაგროვებ ინფორმაციებს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემებიდან, ვეცნობ იმასზე რევიუებს და აი ამ პროცესში ვარ, რეკავს ჩვენი საინფორმაციოს უფროსი ჩვენს პროდიუსერთან, ეკასარიასთან და დათო კიკალიშვილი იყო მაშინ ჩვენი გადაცემის წამყვანი და ეუბნება კიკალას, რომ ადეიშვილის გვარი არის გადაცემული, ყატარში უნდა წავიდეს ძალიან მნიშვნელოვან ფორუმზე, მაგრამ იქ მთავარი არის ის, რომ არაბეთში არის ერთი ძალიან დემოკრატიული და ცნობილი ток-შოუ Doha Debates ქვია. ყატარში. და ასევე ყატარში არის ალ-ჯაზირას სათავო ოფისი. და ალ-ჯაზირაშიც და Doha Debates-შიც შეიძლება გადაღებაო, ეს არის შეთანხმებაო და ადეიშვილის გვარი გადავეციო და გავუშვითო რა უკვე იქო. და უცებ რომ დავიწყე ხა ყატარის მოსერჩვა რაღაცებს მე ხო უნდა დავააპდეითო ინფორმაცია რაც მაქვს და აღმოაჩინე რომ ვიზაა საჭირო. ძალიან გამეხარდა, მოთხარ ვიზა არა გვაქვს, სად უნდა წავიდეთ თქო. შანსი არ არისო, გაფრინდიო და ნუ ის მაინც ეცოდინებათო ახლა რომ ვერ წახვედიო, იმიტომ რომ ვიზა თუ არ შეგიშვესო. მოვკიდე ჩემს ოპერატორს იაგო გოგილაშვილს ხელი და წავედით. სტამბოლის აეროპორტში გითხრას არ გიყრტყიათო, არც დროებითი და არც ვიზა სად მიდის? ხო, სად ვიზა არ გაქვთ ყატარის სადგის. მოთხარ თქვენი რა მიდის, მომეცით ბილეთი, იმიტომ რომ აქ არ იყიდებოდა ყატარის ბილეთი, მაშინ სტამბოლში უნდა გვეყიდ. მომეცით ბილეთი და ნუ თქვენი რა მიდის, მოთხარ თუ დაბრუნდები უკან, დაბრუნდები ბილეთს ხო არ დაგიბრუნებთ უკან თქო. ხო და ნუ მოკლედ გავფრინდი ყატარში. და სანამ აეროპორტში ვემზადები ყატარის რეისისთვის, კიდე ვკითხულობ მონაცემებს მათ შორის Doha Debates-ზე და რაღაცებს და აღმოვაჩინე, რომ სავიზო რეგულაციების დარღვევისთვის შეიძლება აღმოჩნდე ყატარის ციხეში. დაგაპატიმრო? ხო, ანუ დაგაპატიმრო. ვაი შენ პატრონს. და მიდიხარ. ყატარში, ქალი ციხეში. ანუ მივხვდი რომ ძალიან ცუდი პერსპექტივა მელის წინ. იმ შემთხვევაში თუ დამიდასტურდება, წესი დამიდასტურდება სავიზო რეგულაციები, არა მაქვს ვიზა, ნუ. ჩავფრინდით იქ და საპასპორტო კონტროლზე მეუბნებიან, რომ რაღაცას ერთმანეთს ეუბნებიან არაბულად. გავიხედე ჰორიზონტზე გამოჩნდა თეთრ კაბაში ჩაცმული და პოლიციის ჟილეტები მოწმული პოლიცია. სასაზღვრო პოლიცია, ხო. მივხვდი რომ ისეთი სახე აქვთ, როგორც მასპინძლები არ გვხვდებიან, როგორც პოლიციელები სადღაც მიგვიწყვებიან და წაკითხული მაქვს თან, რომ მივხვდი რომ აი სადღაც იზოლატორში უნდა გადაგვიყვანონ და იაგომ თქვა ადე კახელია იაგო და ადე კახურად მითხრა რა, აღარ აგვყავს. პატრონი. ხო და ამოვიღეთ თან არ მინდა რომ ტელეფონით რომ დამართვან ტელეფონი არ მინდა და ამოვიღე ტელეფონით და ჩემს პროდიუსერს მიწერე რომ დაგვიჭირეს თქო. აეროპორტში დაგვიჭირეს, დაგვაკავეს. მოასწარი გაგზავნა, ხო? მოასწარი გაგზავნა მესიჯის. ერთი რაც ვიფიქრე, როგორც ჟურნალისტისთვის, კაი თავგადასავალი იქნება, მაგრამ თავგადასავალს გამოვიტან თუ არა ციხიდან, ეგ წინასწარ არ ვიცი. და მივედით, აი, უკვე ვხედავ გისოსებს რაღაც პოლიციის განყოფილებას და აქეთ მოძრაობა დავინახე რაღაცა ხალიჩა გამოაგორეს ესე წითელი. და
რა უნდა შევიდეთ გისოსებისგან, უცებ ვიღაც ტიპები გამოვიდნენ აქედან, ესა შემოგვატრიალეს და ამ წითელ ხალიჩაზე უკვე სრულიად სხვა სახით ხელებით წინ ვარდის ფურცლებს გვიყრია, რაღაცეებს გვიფერენ, გასხურებენ, გვინიავებენ ამ ვერებს. ანუ რა მოხდა რეალურად? ანუ ჩემმა პროდიუსერმა სასწრაფოდ დარეკა უთხრა რომ ადეიშვილი დაიჭირეს დოხას აეროპორტში, იქ უკვე პროტოკოლი გველოდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის და იმათ უთხრას ვინ დაიჭირეთ გიჟები ხო არა ხართო და სასწრაფოდ მიგვიყვანეს რიც კარლტონში. მიშა დარეკა იქნებ წითელი ხალჭე მიშა დარეკა პროტოკოლმა დარეკა და პროტოკოლი გვეუბნებოდა გეხვეწებიო რაც გაიარ მე მწვანე ვიყავი კაცო. გადაგიშალეს ის არც ვიზაგა კარაფე. დამჭირდა და ასე შემდეგ და ესა რა ქვია გოგა გორგილაძეს რა ვქნა ხა თქო მე ვთხარი ინტერვიუ უნდა ჩავწეროთო დღესვეო იმიტომ რომ მე მიდის დებატებზეო და მანამდეო თუ გინდაო რაღაცის მოწერაო მოსწრებაო ეხლაო ჩაწერეო და მე ვთხარი გოგა არაფრისთვის არა ვარ მზად მიკანკალებს ყველაფერი კინაღამ ციხეში კინაღამ გამამათრახეს მე ვთხარი გეხვეწები ეგო არ მოუყვეო ძალიან გთხოვო ერთადერთი ფურცელი მქონდა ფარატინა ელჩი წერდა რომ ჟურნალისტი ნამდვილად ვადასტურებ რომ ეს ჟურნალისტი ნამდვილად ჟურნალისტია და ამას დავაფრიალებდი, მაგრამ კინაღამ გადამაჭამეს ის ფურცელი კაცო, ის რაში აინტერესებდა და ну მოკლედ აი ესე წითელი ხალიჩით ვარ ნამყოფი ყატიში. უვიზოთ. თეა, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო. მინდა რომ წარმატებები გისურვო, მინდა რომ ეთერში დაფუძნება ძალიან მალე ვიხილო შენი. მინდა შენს YouTube არხს და ნათიასაც ჩემგან მოკითხვა. წარმატებები ვუსურვო. მე მინდა დაგპატიჟე ჩვენს ეთერში. მოდი ვილაპარაკოთ. ძალიან ჰუმორის დონესაც შევამოწმოთ. თულად დასათანხმებელი რესპონდენტი ვარ, მაგრამ იცი რა რითი მინდა რომ 10 ჯერ დამირეკოს პროდიუსერმა, მაგრამ პროდიუსერი არ აქვს, შენ უნდა დამირეკო, ხო? სხვათა შორის ვყავი თეო გილიკაშვილი, რომელიც ცდილობს ახლა აითვისოს ეს ახალი სკილები YouTube-ის და გეპატიჟებით მოკლედ ჩვენს on time დროულად მოდი ჩვენთან და ვილაპარაკოთ ონისეზე ვილაპარაკოთ ანდროზე, დოიზე, ყველაზე ვისაც ახლა სჭირდება ჩვენი დახმარება და მე დიდი იმედი მაქვს რომ მზია ამაღლობელი და ის 50-მდე პოლიტპატიმარი იქნებიან თავისუფალი და ჩვენ ყველა ერთად ვიცხოვრებთ და კიდევ ერთხელ დავიწყებთ ახალი თავისუფალი და ბედნიერი საქართველოს ერთად შენებას. მადლობა ძალიან დიდი მინდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოგილოცო ორ დღეში აღდგომა და ჩვენი პარტნიორისგან ესეთი არაჩვეულებრივი სააღდგომო პასკა გადმოგცა სანდომისგან და მიირთვა სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. ძალიან დიდი მადლობა თეადეიშვილი იყო ჩვენი განაცემის მადლობა. ფასო ტელემაყურებლებო ამით ჩვენი განაცემა დასასრულს მივუახლოვდა ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში მინდა მოგილოცოთ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში. წავედი ახლა გავიქეცი ცარიელ თბილისის ქუჩებში უნდა ვიშრიალოთ მე და ჩინელებმა და ხანს გადაცემის წარმომადგენელია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.